ეს საუკეთესო smartphone-ია, რომელიც Samsung-ს ოდესმე შეუქმნია. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ის არა მხოლოდ Samsung-ის, არამედ ყველა ერთნაირი შეზღუდვების და ბარიერების მქონე smartphone-ების შორისაა საუკეთესო. ეს რა უბრალოდ შესანიშნავი და ულამაზესია. Galaxy S6 და S7 შესწავლილი მომხმარებლის აზრით თუ იდეები Samsung-მა აიღო და ერთი მთლიანობად გააერთიანა S8-ში, რის შედეგადაც ის სუფთა, ელეგანტური და ძალიან დახვეწილი გამოვიდა. შოუს უმთავრესი ვარსკვლავი აქ წინა მხარეა, რომელზეც განთავსებულია ნათელი და კაშკაშა 5.8 ინჩიანი Quad HD Super AMOLED ეკრანი. ის ზედაქვედა კიდეებთან მაქსიმალურადაა გაწელილი, გვერდებზე მოღუნული, კუთხეებში კი მომრგვალებული. Samsung-ი მას უსაზღვრო ეკრანს უწოდებს, რადგან წინა პანელი ფაქტობრივად მთლიანად ეკრანია და მას საერთოდ არ გააჩნია ჩარჩოები ან ეკრანს გარშემო ბარიერები. ეკრანის ასპექტური ფარდობა ახლა 18.5-9-თან შეადგენს, რაც ტრადიციულ 16.9 ფარდობასთან შედარებით უფრო მაღალი და სიმაღლეში გაწელილია. ასეთ სიახლეს, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ეკრანზე ახლა გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია ჩანს, ვიდრე აქამდე. შეიძლება თავიდან ის ძალიან გაწელილი მოგეჩვენოთ, მაგრამ მას მალევე შეეჩვევით და 16.9 ეკრანზე უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ. ალბათ შეამჩნევდით, რომ წინა ნაწილზე აღარაა ღილაკი. Samsung-ს მისთვის ფიზიკურად ადგილიც კი აღარ დარჩა ამხელა ეკრანის გამო, თუმცა მინდა გითხრათ, ღილაკი ისევ თავის ადგილასაა და ისევ წკაბუნობს როგორც ადრე. ფიზიკური ღილაკის მოშორებით Samsung-ს კომპრომისებზე მოუწია წასვლა. დიდი სანაბეჭი სენსორი ახლა უკან ძალიან უცნაურ ადგილასაა გამაგებული. მართალია თავდაპირველად კომპანიას მისი ჩაშენება ეკრანის ქვეშ უნდოდა, თუმცა ასეთი ტექნოლოგია სამწუხაროდ ჯერ მზად არ არის და ვერ გამოდგა. ასეთი გამოგების გამო თავიდან სენსორის ნაცვლად კამერაზე ვწუდებოდი, თუმცა მალევე შევეჩვია და ჯიბიდან ამოღებამდე თითი უკვე სკანერზე მეჭირა. დიდი სანაბეჭი სენსორის გარდა Samsung-მა ბიომეტრიული ავტორიზაციის სხვა ხერხებიც დაამატა, როგორიცაა თვალის ფერადი გარსისა და სახის სკანერი. ეს საბოლოო ძალიან სწრაფია და ფაქტობრივად smartphone-ზე ერთ შეხედვას აჭიროებს, თუმცა ის არ მუშაობს დაბალი განათებისას და მწარმოებელიც გვაგთქმულებს, რომ ეს დაცული ხერხი სულაც არაა, რადგან მისი მოცულება მარტივი ფოტოსია შესაძლებელი. ის კი, რასაც ნამდვილად ვერ მოატყუებთ, არის თვალის სკანერი, რომელიც თქვენი თვალის ფერად გარს ასკანირებს და გადაყავს ციფრულ კოდში. მისთვის ალყე გამოყოფილია ინფრაწითელი კამერა, შესაბამისად ის სრულ სიგნალებში მუშაობს. ოპტიმალური გამოყენებისათვის სასურველია სათვალის ან კონტაქტური ლინზების მოხსნა, თუმცა პირადი ტესტირებისას არც კონტაქტური ლინზების და არც სათვალის გამოყენებისას შემექმნა პრობლემა. გამოვყვის ეს მეთოდი ძალიან სწრაფია, თუმცა ძალიან ხშირად დაინახავთ წარწერას, რომელიც შეგატყობინებთ. თვალების უფრო ფართოდ გახსნაა საჭირო. Samsung-ის წლევანდელი სამომხმარებლო ინტერფეისი საკმაოდ კარგად გამოიყურება. ის ისეთივე დახვეწილია, როგორც smartphone-ის გარე დიზაინი. ის ახლა უფრო სუფთა, ლამაზ და გამოსაყენებლად კომფორტულია. 5-დანვე იკონოგრაფია და ფონტოგრაფია ძალიან ლამაზია. აპლიკაციის ჩამონათვალის გასახსნელად მხოლოდ ეკრანზე თითის ზემოთ ასმაა საჭირო. მთლიანობაში ყველაფერი ახლა მინიმალისტური თეთრითა და სხვადასხვა ლოგიკურად გამართული ფერებითაა სავსე. ასევე დეტალებზეცაა გამახვილებული ყურადღება. მაგალითად გვხვდება ახალი ცოცხალი ფონური სურათები, ეგრეთ წოდებული უსასრულო შპალერები, რომლებიც always on ეკრანზე ლამაზი ვარსკვლავებით გამოისახება. მოკლე ეკრანზე სხვადასხვა მოდელო გეომეტრიული ფიგურებია. მთავარ ეკრანზე კი ყველაფერი სუფთავდება და მხოლოდ ვარსკვლავების პატარა და საცილონინო ანიმაცია რჩება. ინტერფეისი ასევე ძალიან სწრაფი და მოსახერხებელიცაა და მაინც თუ კი რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ თავისუფლად შეცვალოთ თემები ან თუნდაც სხვა ლანჩერი დააყენოთ. ბოლოს Android-ია. პროგრამულ უზრუნველყოფაში სიახლე ახლა Samsung-ის ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც კომპანიამ კორპუსზე გამოყოფილი ცალკე ღილაკიც კი დაუთმო. მას ქვია Bixby და ის სამი ძირითადი ელემენტებისგან შედგება: ხმა, ხედვა და განრიგი. Bixby განრიგი თქვენი ყოველდღიურობით სავსე არეა, სადაც განთავსებულია ისეთი საჭირო ბარათები, როგორიცაა ამინდი და მახვიძარა. აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ სიახლეები Twitter-დან ან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. Bixby ხედვა კი თქვენს კამერაშია დამოული და მას შეუძლია სამყაროს ხედვა. მაგალითად, თუ კი რაიმეს დაანახებთ, ის ამ ნივთთან ადგილს მოძებნის ინტერნეტ სივრცეში სურათების მიხედვით და შეეცდება მსგავსი კონტენტის შემოთავაზებას. ან თუ კი რაიმე პროდუქტი მოგეწონათ, შეგიძლიათ Bixby-ს ანახოთ და ის გეტყვით რა ღირს ან სად იყიდება. ყველასათვის მოსაწან ტექნიკურ მახასიათებლებს რომ გადავხედოთ, smartphone მუშაობს 10 ნანომეტრიან ენერგოეფექტურ Exynos პროცესორზე. გააჩნია 64 შიდა და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ჰიბრიდული SD ბარათის სლოტი და IP68 რეიტინგიც არის. ის საკმაოდ სწრაფი იგრძნობა, უპრობლემოდ უმკვლელდებო უახლეს გრაფიკულად ინტენსიურ თამაშებს და სოლიდურ 60 FPS-ს აჩვენებს. თუმცა მოდით ვაღიაროთ, რომ უკვე ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველა smartphone სწრაფია და ტექნიკურ მონაცემებზე დიდი დროის დახარჯვა სულაც არაა საჭირო.
რაზეც მართლა საჭირო აყურადღების გამახვილება ესაა ბატარეა, რომელიც ყოველს უნდა რომ მაქსიმალურად ხანგრძლივი იყოს. ის აქ ცოტათი პატარა, 3000 მილიამპერიანია, თუმცა მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს რვის ბატარეა ძალიან კარგად ძლებს. მისგან თავისუფლად შეგიძლიათ მიაღწიოთ სრულ დღეს ეკრანის 5-6 საათი აქტივობა. ასეთი კარგი ხანგრძლივობა დიდი ალბათობით Samsung-ის ინოვაციური 10 ნანომეტრიანი პროცესორითაა მიღწეული, რომელიც ძალიან ენერგოეფექტურია. როგორც იქნა შეგვიძლია ვისაუბროთ კამერაზე, რომელიც მონაცემებით S7-ისგან დიდად არ განსხვავდება, რადგან S7 ისედაც შესანიშნავი კამერა ჰქონდა. აქ ისევ გვხვდება 12 მეგაპიქსელიანი სენსორი F1.7 დიაფრაგმითა და dual-pixel autofocus-ური ტექნოლოგიით, თუმცა სიახლე წელს არის სურათის დამუშავების ახალი ალგორითმები, რომლებიც რადიკალურად აუმჯობესებენ ფოტოს ხარისხს, განსაკუთრებით კი სიგნალებში. S7 გადაღებული სურათები ძალიან ხარისხიანი და დეტალურია. დინამიური დიაპაზონი შესანიშნავია, ფერთა გამა ძალიან კარგი, ხოლო თეთრის ბალანსი საკმაოდ სტაბილურია და არ ხდის იქ-იქ. არის პროფესიონალური რეჟიმით, სადაც სინათლის სიმძლავრის შეყონება 10 წამამდე შეგიძლიათ. ISO-ს გადაჭრა 800-მდე. ძალიან სასიამოვნო სიახლე მაკრო რეჟიმის დარეგულირებაშია, სადაც ახლა მწვანე ჩანს ფაზებში თუ სად მდებარეობს ფოკუსი, რათა სწორად იმ ადგილში დაიჭიროთ, სადაც გჭირდებათ. Samsung-ი საკმაოდ დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებს რისკებზე წასვლისათვის და იმ იდეების წინ წამოწევისათვის თუ როგორი უნდა იყოს მობილური ტელეფონი 2017 წელს.